Bodybuilding-ი როგორც ასეთი არის პროფესია, არა უფრო ალბათ საყვარელი საქმე, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია მაინც მწვრთნელობაა და ისეთი საქმე, რომელშიც უნდა იყოს ძალიან თანადებული, რომ გიღირდეს ამის კეთება, იმიტომ რომ ხშირად დაუფასებელია ეს სპორტი და ჩვენ ვხარჯავთ მარტო ჩვენს ფინანსებს. ჩვენ ვხარჯავთ ათასობით ლარებს ამ სპორტში, მაგრამ სცენაზე ჩვენ უბრალოდ ვიღებთ რაღაც სიგელს და მედალს და ჩვენ გვიხარია, იმიტომ რომ ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ პირველები. როგორც კი ჩავერთე ამ საქმეში და დავიწყე ვარჯიში, საქართველოში კიდე მენტალურად მაგ დროს არ იყო მიღებული ეს და რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახშიც ეს არ იყო მიღებული, მაგრამ მომწეს მაგის ნება რომ გამოსულიყავი, დავიწყე მზადება და ამ ყველაფერში დამეხმარა მაშინ უკვე ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ამ სფეროში უკვე ძალიან სერიოზული წარმომადგენელია და მან მომზადა ამ პირველი ჩემი შეჯიბრის 2014 წელს და მე ვიყავ ერთ-ერთი პირველი გოგონა, რომელიც გამოვიდა ფიტნეს ბიკინის კატეგორიაში. მე მინდოდა რომ ძალიან მაგარ ფორმაში ყოფილიყავი სულ რაღაცა საკუთარი თავით რაღაცა გიამაყარა, აი ცოტათი მაინც, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოყოლებული რაღაცა სულ რაღაცა ბულინგის მსხვერპლი ვიყავი თითქოს, იმიტომ რომ ცოტა ბუთქუნა ვიყავი ბავშვობაში რაღაცა და ყველამ ჩქმეტდა და ეს სასტიკად არ მომწონდა. ნუ ასე დაამგვარად გადავწყვიტე რა ჩემი თავი მინდა შემეცვალა. ჩემი გარდასახვის შემდეგ უკვე საზოგადოებას ჰქონდა სხვადასხვა რეაქცია, ანუ ორ ჯგუფად გაიყო. იყო დადებითი და უარყოფითიც რა თქმა უნდა. ზოგიერთ ხალხს ისეთ რეაქცია ჰქონდა, აუ რას გავს, რანაირი მშრალია, რა დაკუნთულია, უშნოა, ანუ გოგოა და ეს რაში სჭირდება საერთოდ და ეს ქალის საქმე საერთოდ არ არის. რა თქმა უნდა დავაიგნორე და არც მაინტერესებს, იმიტომ რომ მე თვითონ მაგ ფორმაში ძალიან მომწონდა ჩემი თავი. გოგოებს რომ უყურებდი ფიტნეს ბიკინის კატეგორიაში, სულ მეგონა რომ ეს მიუღწეველი რაღაც არის, იმიტომ რომ რთულია როგორც ასეთი, მაგრამ პირველი ჩემი შრომა ჩემთვის მაინც იოლი იყო, იმიტომ რომ მე ძალიან ისეთი ადამიანი თუ რაღაცას ვირჩევ, ბოლომდე მივყვები და ვაფშე არ ვაკვირდები სირთულეებს. ჩემი მიზანია რომ მე ვიყო შემდეგ შეჯიბრზე უკეთესი, ვიდრე წინა შეჯიბრზე ვიყავი და რადგან მიზანი მაქვს, რომ ის პროფესიონალური კარტა, რომელიც ყველას ჩვენთაგან სჭირდება, მქონდეს. ყოველ წლიდან წლამდე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ეს ბოლო შეჯიბრია, ამხელა ფულის ხარჯი არ ღირს, ამხელა ენერგიის ხარჯი არ ღირს, ამხელა ჯანმრთელობის ჩადება არ ღირს, მაგრამ ყოველ შეჯიბრს როცა ვუყურებ და ვეხმარებ გოგოებს მზადებაში რაღაც, რა თქმა უნდა, მეც მინდება. პირველივე შეჯიბრზე ანიმ ჩვენ წაგიყვანა ერევანში, ძალიან სერიოზული შეჯიბრი იყო, დებიუტისთვის ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის პირადად, რომ ესეთი გოგონების გვერდით ვიყავი, მე ვინც საერთოდ პირველად შემოდგა ფეხი ამ სფეროში და ამით რა ვიცი, ძალიან მოხარული ვიყავი მე პირადად. საერთაშორისო შეჯიბრი იყო, სადაც პროფესიონალური კარტები თამაშდებოდა. რაც შეეხება მაგ ტიტულის მიღებას, მე სამწუხაროდ ვერ მივიღე, რახან ახალბედა ვარ. როცა იგებენ ბოდიბილდერი ქალი, რატომღაც წარმოუდგენიათ ეს დაკუნთული ქალი და ყველა ესეთები არა ვარ, დამიჯერეთ არის სხვა კატეგორიები, სადაც არის ქალური ფორმები შენარჩუნებული. ჩვენი სასცენო ფორმა მოითხოვს არა მარტო მშრალ სხეულს, კანის სუფთა მდგომარეობას, არანაირი ცელულიტი და კანის, რა თქმა უნდა, სიმშრალეც არ უნდა ქონდეს, კარგად მეყოს მოვლილი, მაგრამ ასევე მოითხოვება ორიგინალი კუპალნიკები, რაც ჩემს წლებში, რა თქმა უნდა, საქართველოში არც იყო და ამას მე ჩემით ვიკერავდი და ჩემით გამოდიოდი სხვა შეჯიბრებზე. უნდა იყოს ორიგინალი სვაროვსკის ქვებით მორთული კუპალნიკები, რაც იაფი არ ჯდება, ან ყველაზე მინიმუმ გიждდებათ რაღაც 2500-დან 3000 ლარამდე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორად არის დადებული თუ არა გრიმი თქვენს სხეულზე, არ უნდა იყოს ეს აჭრილებული თქვენს სხეულზე და იგივენაირად უნდა იყოს ლამაზი აკეთებული მაკიაჟი და თმები, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს ყველაფერი ქმნის თქვენ სასცენო იმიჯს. მე ვარ საქართველოს პრიზიორი, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი, თბილისის აბსოლუტური ჩემპიონი, ასევე მრავალი გზის საქართველოს და თბილისის პრიზიორი, ასევე ვარ საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორი და ვარ პირველი ჩემპიონი ამერიკის ფედერაციაში, NPC Worldwide Championship-ზე გამოვედი და გავხდი პირველი და შემდგომ შევედი ევროპის ხუთეულში 2023-ში.